გისამებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე კარგად ვარ. მაგრამ ცოტა მოწყენე ვიტყოდი და რომში წავიდა 4 დღით და მე მარტო ვარ აქ. სკოლაში გამოვედებს ვარ. ამ ხმების ფონზე ვაფშე სხვანაირი აქ ჩდომა. სხვა მუღამით ვარ ამ ხმების ფონზე. ახლა მინდა რომ გესაუბროთ. იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც განვითარდა ამ ბოლო პერიოდში, რაც ვიდეოს აღარ წერდი. თუნდაც ჩემი დაბადების დღე, რომელიც არ ვიცი ისიც თუ არა როგორ იყო, მაგრამ ვიდეოს აუცილებლად ჩაგესვამთ. და ჩემი პატარა დუხს რო პოულობ, რომელიც საკმაოდ პატარაა, რომელიც ტესტერია. იმიტომ ატესტერი რომ ვნახო მომეწონება თუ არა და თუ მომეწონება, ხმარებაში მე დიდსაც ვიყიდი. მოკლედ, დაბადების დღე მქონდა მართლა სასწაული. დაბადების დღე მქონდა 20 ივლის. გავხდით 15 წლის. და მართლა სასწაული იყო. ძალიან გავერთე. იმის მიხედვით, რომ ბოლოს ჩემი დედაშვილი შუბლი მეჩინა. ბოდიშიანი. მაგრამ რაც იყო, ეხა რეალობა. ბევრი არ დამილევია სხვათა შორის. კლუბში ვიყავით, მე და ჩემი საქალი. ჩემი მამინაცვალე და ჩემი საქალის შეყვარებული. და ჩემი დედაშვილი რა თქმა უნდა. დედაჩემი ვერ წამოვიდა სამწუხაროდ. არ დამინდა რა ეგეც ყოფილიყო. ძალიან კაია ეს ჩდომა. და არაფერი არ გაგსტარდებელი, არცად რო არ გეჩქარება. უბრალოდ ზიხარ შენთვის წყნარად მშვიდად. საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას. ოქტომბრის ბოლოს. ბოლო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბარია და არ მსურს, სიმართლე რო გითხრათ. დედაჩემის ბოდემაცვია და იმედი არ მომკლავს, ამ ვიდეოს თუ უყურებდი და მინდა გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ და ბოდიში რომ შენი ბოდი ჩავიცვი. და ვაპირებ რომ ჩამოვიდა. აღონ უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ. იმის მიხედვით რომ უკვე შევეჩვია ენაც ვიცი და ასე შემდეგ. მაინც ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი აქ არ არის. და ვფიქრობ რომ ზედმეტი ვარ უბრალოდ. ზედმეტი, ანუ ოჯახში არაფერი არ მოხდა რა დიდად, არაფერი სულა ისე ვისვართ როგორც ვიყავით. უფრო უკეთ სადაც რაზია და ანტონიომ ხალი მოაწერეს, უფრო ბედნიერად არიან და უფრო მაბედნიერებენ მეც და მე ძალიან ბედნიერი ვარ მაგ საკითხთან დაკავშირებით. არა, უფრო პირადი პრობლემები მაქვს. ჭირდა უჭმელობა, რაც ნიშნავს, რომ ერთი კვირა საჭმელს საერთოდ ვერ ვეკარებოდი და ვერ ჭამდი. ამ ბოლო დროს კიდეც დავიწყე ჭამა და რაღაც, მაგრამ საერთოდ ვერ ჭამდი. ლუკმას ვერ ვღეჭავდი. ან თუ ჭამდი, შეიძლება და გული ამრაოდა. თუ ჭამთ ვინმე ბოდიშით. რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანე და ძალიან ძვირი რაღაცები მოხდა. აქედან გამომდინარე, ვცდილობ რომ ისე მყარად ვიდგე, ისე ვის თეკლა ვიყო და საკუთარი თავი არ დავკარგო. ადამიანების დაკარგვის უფრო აღარ მეშინია. უფრო საკუთარი თავი არ მინდა დავკარგო ისევ, როგორც ადრე მყავდა დაკარგული. და სიამოვნებს სხვა შორის თქვენთან საუბარი. უნდა ჩამოვიდე ოქტომბრის ბოლოს, ხო ეს უკვე გითხარით და თუ ვინმე მიდიხართ თვითმფრინავით ან რაღაც საერთოდ უკეთესი, თუ ვინმე ბრინდისთან მიდიხართ ან ბარიდან მითხარით და თქვენზე გავაკეთებ მინდობილობას და გამოყვებით, თუ არა სხვა გზა არ იქნება და მანქანით წავალ, ისევ და სამი დღე ვიქნები გზაში, არც მაგაზე არ არის არანაირი პრობლემა. და ვფიქრობ რომ ჩემი მომავლისთვის და ჩემთვის ესე აჯობებს რომ ჩამოვიდე, იმიტომ რომ მაქვს რაღაც გეგმები. რისი განხორციელებაც შემიძლია საქართველოში და არა აქ. კი, აქ უფრო უკეთესი იქნება ეს ჩემი ჭარბში შევსვათ გეგმები რომ განვახორციელო, უფრო წინსვლა მექნება ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი მაინც სხვა თემაა და სხვა ვაიბებს მაძლევს. ეხლა კარგად ვარ. სიმართლე რო გითხრათ, უკეთ ვარ. იმ დღეებთან შედარებით რაც გამოვიარე. და ერთ ჩევას მაგცემთ რომ საკუთარი თავი არასდროს არ დაკარგოთ და საკუთარი თავი არასდროს არ დააყენოთ სხვაზე უკან, ანუ სხვა არ დააყენოთ საკუთარი თავზე წინ. ყველაზე ცუდია და ყველაზე დიდ ზიანს მოგაყენებთ ეგ დამიჯერეთ. გამოცილი მაქვს და აქედან გამომდინარე გეუბნებით. არის რაღაც თემები, რასაც არ ვსაუბრობ.
უბრალოდ არ მსურს საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ უკავშირდება სხვებს და ფიქრობის სხვები თუ ამ ვიდეოს ნახავენ, მერე ძალიან ეწყინებათ და ვიდეოს აღებას მომთხოვენ. და მე ისეთი ჯიუტი ვარ, რომ რაც არ უნდა ვთქვა და სულ ცუდად გამომივიდეს, ვიდეოს არასოდეს არ ავიღებ. ანუ ბჭყალებს შეჩავსოთ სხვის ნათქვამზე არ გავივლე. მიხარია რომ ჩამოვდივარ, მაგრამ ცოტა გულიც მწყდება იმ განხრით, რომ უკვე შევეჩვია ქაურობას როგორც საქართველო ისე, როგორც ჩემი მეორე ქვეყანა. იქიდან გამომდინარე, რომ საუბრობ იტალიურად კარგად. ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობ, რომ კარგად ვისაუბრო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისევ ჩამოვიდე. ისევ მივცე საკუთარ თავს საშუალება, რომ განვითარდე ჩემს ქვეყანაში, არამც თუ უცხოეთში, სადაც არც ერთი ჩემი მეგობარი, ახლო მეგობარი არ არის ჩემს გვერდით, კი, ჩემი დედაშვილები აქ არიან, ჩემი ოჯახის წევრები აქ არიან, იმის მიხედვით საქართველოში მხოლოდ მამა და ბებია მყავს და ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც გვერდში მიდგას ისეთ დროს, რაც ყველაზე მეტად მჭირდებიან. მაგრამ აქ წამოსვლისთანავე ძალიან ბევრს ვისაც ვენდობოდი, გამოჩნდა რომ არ იყვნენ სანდოები. იმიტომ რომ ყოველთვის როცა დასვენებლად მიდიოდნენ თუნდაც ბათუმში ან რაიმე ეგეთ ადგილზე, ყოველთვის ვკითხულობ და ყოველთვის წერდი რომ აი ხო კარგად ხარ და აბა რა შვები და ერთობი და რაღაც. მაგრამ არც ერთი SMS-ი არ მოსვია ძალიან ბევრი ადამიანისგან. ვისაც ჩემს მეგობრად ვთვლიდი, ვისაც ჩემს ოჯახის წევრად მივიჩნევდი. და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მივხვდი ვინ არის. როცა გამიჭირდა, ვინც გვერდში მედგა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ვინც არ მედექით, თქვენც ვიცი უკვე ვინც ხართ. ეგ არის, გაჭირობაში უნდა გამოცადო ადამიანი, რომ გაიგო ვინ არის რეალურად. და რას წარმოადგენს შენ ცხოვრებაში და რა ადგილი უკავია. არამც თუ მაშინ, როცა კარგად ხარ, როცა ფული გაქვს, როცა ჯანმრთელად ხარ, მაშინ ყველა შენს გვერდით არის. ძალიან შევიცვალე და ძალიან ბევრ რამეზე სხვანაირად დავიწყე ფიქრი, მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი და ბოლო ეს 7 თვე თუ არ ვცდები. ცოტა სხვანაირი ცხოვრების წესით ვცხოვრობ და მიწევს ცხოვრება. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მყავს ძმები, აქ მყავს დედა, მამინაცვალი და ასე შემდეგ. მაგრამ დავიღალე ესეთი ცხოვრებითაც, უფრო ახალ სიახლეებს ვეძებ, ახალ ჩემი თავი მინდა რომ ვიპოვო. და ეს ყველაფერი მინდა გავაკეთო ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან ერთად. ძალიან მომენატრება დედაც, ჩემი ძმებიც, რა თქმა უნდა, მაგაში ორი აზრი არ დევს, ძალიან მომენატრებიან. მაგრამ ვთვლი საჭიროდ რომ დავბრუნდე, ვთვლი საჭიროდ რომ ჩემს ახლო ადამიანებთან ახლოს ვიყო. არ ვსაუბრობ ოჯახის წევრებზე, ესენი არიან ჩემი მეგობრები. და არ გეგონოთ, რომ მეგობრები მირჩევნიან ჩემიანებს, არა, ეს სისულელეა უბრალოდ. რთულია უცხო ქვეყანაში ცხოვრება. თუნდაც ენა იცოდე, თუნდაც თავს კარგად გზავნდე და არაფერი არ გეკლდეს, ემიგრაცია მაინც ძალიან რთულია, რაც არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩემთვის პირადად რთულია და რადგან მე თვითონ ვებრძვი ამას, ვებრძვი რა განხრით, კი, კარგად ვერ არაფერი არ მაკლია. არც ჩაცმა, არც დახურვა, არც საჭმელი და საერთოდ არაფერი, მაგრამ თითქოს რაღაც მაკლია და ეს ვფიქრობ, რომ არის ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ვფიქრობ ზუსტად ეს მაკლია. და მინდა კიდევ ერთი შანსი მივცე ჩემს ქვეყანას და სამშობლოს. ყოველი შემთხვევისთვის 18 წლამდე. მერე ალბათ წავალ სადმე მარტო, ვიმოგზაურებ. ალბათ ცალკეც მინდა რომ გადავიდე საცხოვრებლად. მინდა ჩემი თავი ვცადო და გამოვცადო ეგეთ მომენტში. და ვნახოთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, იმედია ყველაფერი გამოვა და ყველა ჩემი გეგმა რაც მაქვს დასახული. იმედია ყველაფერი ისე წავა, როგორც მე ვფიქრობ. და მინდა იცოდეთ, რომ
რაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა დაკარგოთ, ვინც არ უნდა გიყვარდეთ და ვისაც არ უნდა ფიქრობდეთ ყოველ წამს, ყველა წავა საერთოდ. თქვენი ცხოვრების სამუდამო ადამიანი არ არსებობს, თქვენი მშობლების გარდა, რომლებიც სულ გვერდით გეყოლებათ, სულ ყოველთვის. თუნდაც კარგი გააკეთო, თუნდაც ცუდი გააკეთო, მას ყოველთვის ისეთი ეყვარები, როგორიც ხარ. აქედან გამომდინარე, გვიან მივხვდი ამას სხვათა შორის მაინც. ძალიან გვიან. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მთავარია რომ მივხვდი და მთავარია რომ ვიფიქრე ამ ყველაფერზე. ცოტა დასტრესილიც ვარ. მაგრამ ვფიქრობ გამოვალ რო ჩამოვალ ამ ყველაფრიდან. ვიცი რომ მომენატრება აქაურობა. თითოეული ხე, თითოეული ადგილი, მოგონება, რომელიც კონკრეტულად ამ ადგილთან მაკავშირებს. თუნდაც ამ ჰამაკში ვიცი რომ მომენატრება, მზად ვარ ამისთვის. ვფიქრობ მე ესე ყოველი შემთხვევით რომ მზად ვარ. და ეს ხმების მომენატრება, რომელიც ერთ დროს ჩემთვის ძალიან უცხო იყო, რომელიც ძალიან ნაცნობი გახდა, უეცრად. ის ბავშვები, ის კონკრეტული სასმელი, საჭმელი, რომელიც აქ არის, ყველაფერი მომენატრება. მაგრამ არაუშავს. ვფიქრობ ესე ჯობს. ჩემივე განვითარებისთვის და ჩემივე თავისთვის. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრების, რომ ხარს მიჭერენ ამაში. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ მაძლევენ უფლებას, რომ კიდევ ვცადო და ვიპოვო ჩემი თავი. იმის მიუხედავად, რა რთულ პერიოდსაც გავდივარ. დაგემშვიდობებით, თავს აღარ მოგეწყენთ, მიყვარხართ ძალიან. და გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები, რასაც გააძლევთ, იმიტომ რომ ყველაფერი გამოცდილების და გამომდინარე ვიცი. და ლაიქით ვიდეო გამომიწერეთ და გაგკოცეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.